უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა. სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს პატრიარქს სიტყვით მიმართა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის წარმომადგენელმა მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ, რომელმაც ხაზი გაუსვა ორ ეკლესიას შორის არსებულ ისტორიულ ერთობას და სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც ახალმა პატრიარქმა ილია მეორისგან გადაიბარა. სიტყვები წარმოთქვეს მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის ჩეხეთის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა. მაქვს პატივი მოგმართოთ როგორც მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის წარმომადგენელმა. ჩვენი დელეგაციის აკოფნა არის თვალსაჩინო ნიშანი იმისა, რაც აერთიანებს კონსტანტინოპოლისა და საქართველოს ეკლესიებს, ადასტურებს ჩვენს ერთობას. ეკლესიის მიერ თქვენთვის მონდობილი კვერთხითა და თქვენი განსვენებული სულიერი მამის სიყვარულის მანტიით შემოსილმა, სიმამაცით და მტკიცენებით უწინამძღვრეთ და დამწყემსეთ. თქვენ დამირწმუნებული სამწყსო, სრულიად საქართველო, გწამდეთ რომ თქვენთან არის მისი ყოვლად უწმინდესობის პატრიარქ ბართლომეოსის სიყვარული და ლოცვები. ანტიოქიიდან, სადაც მოციქულებს ეწოდათ პირველი ქრისტიანები, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი გადმოგცემთ ძმურ სიყვარულსა და გილოცავთ წმინდა სინოდის მიერ მცხეთა თბილისის მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩევას. ლოცულობთ, რომ გასწიოთ ეკლესიის ისეთივე წინამძღოლობა, როგორც ეს თქვენმა წინამორბედმა, დიდმა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ შეძლო. უბლისმიერი სიხარულით მივესალმებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირველ სამღვდელმთავრო საყდარზე, ნეტარხსენებული პატრიარქის უფალ ილიას მემკვიდრედ თქვენს სახელოვან უნეტარესობის აღსაყდრებას და ჩვენს წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან და წმინდა სიონიდან ყველა ეკლესიის დედა ეკლესიიდან მოვისწრაფვით, რათა გულწრფელად მოგილოცოთ. თქვენი საყვარელი უნეტარესობის ქრისტეს მიერ საყვარელი ძმა თეოფილე მესამე იერუსალიმის პატრიარქი. გადმოგცემთ ალექსანდრიის პატრიარქის თეოდორე მეორის გულწრფელ მოლოცვებს და ვარწმუნებთ თქვენს უნეტარესობას, რომ ალექსანდრიის ძველი საპატრიარქო რჩება ძმურ სიყვარულში, ლოცვასა და საეკლესიო ერთობაში საქართველოს უწმინდეს ეკლესიასთან. თქვენ უწმინდესობავ, თქვენ მთელი გულით ვლოცულობ და გისურვებთ, რომ უფალმა მოგცეთ ძალა, სიმშვიდე, სულიერი სიბრძნე და მრავალი წელი და ასევე კარგი ჯანმრთელობა, რამე თუ თქვენ დაუღალავად და მოთმინებით უნდა ატაროთ თქვენი ხალხი წმინდა წერილის გზით.